ამერიკული და ქართული მხარეების მონაწილეობით დღეს გამართულ კონფერენციაზე საჯარო პოლიტიკის პრობლემები განიხილეს. განხილვა 4 ძირითადი მიმართულებიც არიმართა. მათ შორის პატიმართა უფლებები, ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. კონფერენციის მონაწილეებმა ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გარკვეულ რეკომენდაციებით შეიმუშავეს. ეს რჩევები კი სამთავრობო სექტორს გადაეცემა. შეხვედრაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა გარდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უნივერსიტეტების ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც განხილვაც მოხდება ამ კონფერენციაზე, არის საჯელახსულების სისტემა, მაშინ მიმდინარე რეფორმები, ეს არის ახალი დაწესებულებების გახსნა, ძველი ამორტიზებული ციხეების დახურვა, მოპყრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება, გადატვირთულობის პრობლემის მოხსნა, საჯელახსულების სისტემაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მკვეთრი გაუმჯობესება. ჯანდაცვის სისტემა საქართველოში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამ კონფერენციაზე კი განვიხილავთ, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები. ჩემს მოხსენებაში ვთქვი, რომ საქართველოში მიმდინარე დებატები ძალიან გავს სხვა ქვეყნებისას და შეეხება აქტუალურ საკითხებს. ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე, მისაღები ფასები, დაზღვევის სისტემა, ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარება, საავადმყოფოების სისტემების გაუმჯობესება. არსებობს ამის კარგი მაგალითები. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შეუძლიათ ერთმანეთისგან სწავლა.